სურათი, რომელსაც დღეს სხვადასხვა სახელმწიფოს მაგალითზე ვხედავთ, საკმაოდ რთული და საგანგაშოა. ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ეპოქა, როდესაც მსოფლიოს ძლიერი და დიდებული ლიდერები მართავდნენ. დღეს კი რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. ნამდვილი ლიდერის როლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის ორიენტირებული იყოს დიალოგზე, დაკავშირებადობასა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე, რაც სამწუხაროდ თანამედროვე პოლიტიკაში იშვიათობად იქცა. ჩვენი დაკვირვებით არაფორმალური მმართველობის სტრუქტურები სულ უფრო მეტ ნეგატიურ გავლენას ახდენენ ფორმალურ საერთაშორისო თანამშრომლობაზე. ნაცვლად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები სუვერენიტეტის სადარაჯოზე იდგნენ, ზოგიერთი მათგანი თავად ცდილობს ქვეყნების სუვერენული ნების შეცვლას ან მასზე ზეგავლენას. საქართველო ამ პოლიტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ჩვენ ხშირად ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, როდესაც ცალკეული ორგანიზაციები ჩვენი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ტრანსფორმაციას ცდილობენ. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დადგა დრო უფრო მეტად გავაძლიეროთ ორმხრივი სახელმწიფოებრივი კავშირები და დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. ჩვენს გარშემო მიმდინარე ომებისა და დაძაბულობის მოწმენი ვართ. კონფლიქტები პირდაპირ ზემოქმედებს ყველა სასიცოცხლო სფეროზე: ენერგეტიკაზე, ტრანსპორტზე, ლოჯისტიკურ ჯაჭვებსა და საერთო ეკონომიკურ სტაბილურობაზე. შექმნილ ვითარებაში გამოსავლის ძიება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანი ევროკავშირში ინტეგრაციაა, თუმცა აშკარაა, რომ თავად ევროგაერთიანებაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ის ღირებულებები, რაზეც ეს კავშირი დაფუძნდა, ძლიერი იდენტობა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პატივისცემა, დღეს ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, რაც ჩვენთვისაც საყურადღებო საკითხია. მიმდინარე მოვლენების ფონზე სამხრეთ კავკასია განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს და ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს. საქართველო, როგორც ბუნებრივი ხიდი ევროპასა და აზიას შორის, მაქსიმალურად ცდილობს თავისი დაკავშირებადობის ფუნქციის რეალიზებას. ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ საიმედო სერვისებს და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველომ განიმტკიცოს რეგიონული სატრანზიტო ჰაბის სტატუსი. ჩვენი ძალისხმევა ცალსახად მშვიდობისკენ არის მიმართული. ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენი პოლიტიკა შედეგიანია. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ლიდერია. მხოლოდ მიმდინარე წელს ზრდის მაჩვენებელმა 8,3% შეადგინა. ჩვენს პრიორიტეტს ამ დინამიკის შენარჩუნება წარმოადგენს. ასევე ჩვენი მიზანია მშვიდობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მისი პოპულარიზაცია რეგიონულ დონეზეც. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად და მჭიდროდ თანამშრომლობთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან თურქეთთან.